მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი და რა თქმა უნდა, საინტერესო სიახლე კვირის ბოლოს გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩვენ ვნახეთ ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის კიდევ ერთი შეფასება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს შეფასება ამ კუთხით. EBRD ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.5%, 5.5% განისაზღვრა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი EBRD-ის მიერ მიმდინარე წლის 2026 წლის, მათ შორის მინაუჩი რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში EBRD 25 წლის პროგნოზი პირველმა გაზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და შემდგომ ნახეთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან გაზრდილი პროგნოზი. დარწმუნებული ვარ რომ ეს დადებითი ტენდენცია ახლაც და ამ პერიოდშიც გაგრძელდება. ცხადია ამ ჭრილში და ჩვენ ნახავთ საქართველოს ეკონომიკის კვლავ მაღალ ზრდას მიმდინარე წელს. ამავდროულად ცხადია ეკონომიკური ზრდის წინაპირობების საფუძველს გვაძლევს ის აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა, ის საერთაშორისო კავშირები, ის საერთაშორისო პროექტები, რომელსაც ცხადია ამ კავშირებს უზრუნველყოფს, რომელსაც საქართველოს ახორციელებს. მათ შორის ჩვენ გუშინ ვნახეთ წინანდალში ბიზნეს ფორუმი, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უმას პინზლა კოლეგებს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს წინანდლის ბიზნეს ფორუმზე. გარდა ამისა, ჯამში ფორუმში მონაწილეობდა 400-ზე მეტი სტუმარი, 300-ზე მეტი კერძო კომპანიის წარმომადგენლები, მაღალი რანგის ხელმძღვანელები კომპანიების. ცხადია, ფორუმის ძირითადი მიზანი კიდევ ერთხელ იყო ძლიერი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ხაზგასმა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ცხადია, გამოიკვეთა უამრავი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხები, ვიტყოდი ასე. ამ ჭრილში იყო საკითხები დაკავშირებული ვაჭრობასთან უპირველეს ყოვლისა, ვინაიდან სამივე ქვეყანა ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ თვალსაზრისით, ვაჭრობის თვალსაზრისით, საქონლის და მომსახურების ჭრილში, თუმცა ამავდროულად საუბარი შეეხო მთლიანად საინვესტიციო მიმართულებებს, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე. მოგეხსენებათ, როდესაც ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, ენერგეტიკა საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული დარგია და ამის შესახებ არაერთხელ იყო ხაზგასმული საქართველოს მთავრობის მხრიდან სხვადასხვა განცხადებასა თუ კონკრეტულ ინიციატივაში და აქაც ჩვენ Business Insider-ის ეთერში არაერთხელ ვისაუბრეთ ენერგეტიკის საკითხებზე და სწორედ ამ კუთხით იყო ფორუმზე არაერთი საინტერესო დისკუსია. ისევე როგორც ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მის კოლეგებთან გამართა ორმხრივი შეხვედრები, სადაც ჩემსვენ ახსენების საკითხები და განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად ტრანსპორტის საკითხი, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული ნაწილი. ეკონომიკის მინისტრი ყოველთვის როგორც შეხვედრებიდან გამომდინარე, ისე ფორუმზე სიტყვის გამოსვლის დროს ხაზს უსვამდა საქართველოს როგორც ჰაბის ფუნქციას, სატრანზიტო ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციას და დამაკავშირებლის ფუნქციას ევროპასა და აზიას შორის და ამ კუთხით ხაზს უსვამდა იმ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ძალიან საინტერესო იყო არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასება, არამედ კოლეგა მინისტრების შეფასება, მათ შორის სასიამოვნო იყო კოლეგის შეფასება თურქეთის ვაჭრობის მინისტრის შეფასება. მან წინანდლის ფორუმს უწოდა კავკასიის დაოსი, ანუ დაოსის ეკონომიკურ ფორუმში ადარა კავკასიის ჭრილში, რაც კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტია, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ფორუმმა ნამდვილად შეასრულა ის ძირითადი ფუნქცია, რომელიც დაკავშირებადობას უზრუნველყოფს. სხვათა შორის დაკავშირებადობა მთავარი საკითხი იყო და ამავდროულად ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ფორუმთან დაკავშირებულ საკითხებს ასევე მომდევნო კვირის განმავლობაში ბიზნეს სექტორთან დისკუსიაშიც გავშლით, ვინაიდან კიდევ ერთხელ გარდა იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მას პინზლო და მის კოლეგა მინისტრებს ამავდროულად ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი და ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაციები ბიზნეს სექტორის, ჩვენი მეზობელი მეგობარი ქვეყნებიდან, ისევე როგორც საქართველოდანაც. ცხადია, სურს რომ ამ ჭრილში ჩვენ მეტი ვისაუბროთ ჩვენს მომდევნო კვირის Business Insider-ის გადაცემებში. ხარ რაც შეეხება
კიდევ ერთ თემას, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურია, თემას, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებულად ეხება, საკითხი შეეხება საპენსიო ნაწილს, ვიდრე ჩვენ სტუმართან ვისაუბრებთ ამ თემაზე, მანამდე მინდა შემოვთავაზოთ რამოდენიმე ძალიან საინტერესო დიაგრამა და საინტერესო მონაცემი, სადაც ნახავთ თუ რა ვითარება გვაქვს ჩვენ საპენსიო თვალსაზრისით ქვეყანაში, დააგროვებითი პენსიით, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა, ყოველთვის არის ხოლმე ამ თემაზე საუბარი, 27643 ადამიანმა ისარგებლა უკვე და პენსიის სახით გაცემული თანხის მაჩვენებელსაც ხედავთ ჩვენ ამ ჭრილში 130 მილიონამდე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში სხვა შორის ეს არის უახლესი მონაცემები, რომელიც გვაქვს 31 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ შეგვიძლია თუ არა ამ თანხებით სარგებლობა. ეს არის კონკრეტული რიცხვი ადამიანებს, რომელსაც ისარგებლეს ამ თანხებით და თუ შეგვიძლია თუ არა ამაზე სტუმართან ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხელ. მანამდე შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ სურათს, რომელიც გვეუბნება ჯამში განთავსებულ პორტფელებში, ანუ იქ სადაც საპენსიო სააგენტო ანთავსებს ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი ანთავსებს მის თანხებს, აქედან მიღებულ ამონაგების ნაწილსაც ჩვენ ხედავთ საკმაოდ საინტერესო დინამიკას ასევე ამ თვალსაზრისით და აქ არის მოცემული 3 პორტფელი, აქ არის კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელი, ანუ 3 სახის პორტფელი აქვს საპენსიო ფონდს და ამასაც განმარტავთ, რას ნიშნავს თითოეული პორტფელი და რა გულისხმობს სარგებლიანობის თვალსაზრისით. ცხადია, როდესაც საუბარია 3 ტიპის პორტფელზე, აქ ავტომატურად გულისხმობა, რომ აქ სარგებლიანობის მაჩვენებელს რაღაცა არჩევანი უნდა არსებობდეს, ხომ და რაღაცა არჩევანი რაღაცაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს ცხადია, ამ შემთხვევაში არის სწორედ სარგებლიანობის ჭრილი ძირითადად და ამ ნაწილსაც ჩვენ შევაფასებთ. ამასობაში შემდგომი დიაგრამა ნახოთ თუ შეიძლება, სადაც ხედავთ საერთაშორისო აქციებსა და პორტფელებში განაწილებას ჩვენი საპენსიო თანხების საქართველოს საპენსიო ფონდის მხრიდან, ხედავთ პროცენტულ მაჩვენებლებს, 18% ამ შემთხვევაში არის ევროპის მიმართულებით, განვითარებადი აზიის მიმართულებით არის 19%, ზოგადად განვითარებადი ბაზრების მიმართულებით არის 16.5%, 2%-ია ლათინური ამერიკის მიმართულებით და ყველაზე უფრო მსხვილი მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ ხედავთ, არის შეერთებული შტატების მიმართულებით 44%-მდე თითქმის, ანუ გეოგრაფიულად საკმაოდ საინტერესოდ არის განაწილებული ამ კუთხით პორტფელები, ანუ ის თანხები, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ განთავსებული. ახლა თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენ ახლა გვიყურებს ტელევიზიის საშუალებით სოციალურ ქსელში, ცხადია, უნდა იცოდეს, რომ და მონაწილეობს საპენსიო ფონდში, ანუ არის ასე ვთქვათ, ბენეფიციარი პოტენციალური საპენსიო ფონდის, იცის, რომ მისი თანხა არის განთავსებული აი ამ არეალში, დაახლოებით ცხადია იმის დამიხედვით, თუ რომელი პორტფელი აქვს მას არჩეული და ბოლო დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ხედავთ უკვე საინვესტიციო პორტფელების აქტივების გადანაწილებას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემს მიერ ნახსენები თუ როგორ არის დაბალანსებული, გადანაწილებული, იგივე დინამიური ნაწილი, სად რა მიმართულებებით არის განთავსებული. ძირითად შემთხვევაში აქ ჩვენ უყურებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არის საქართველოს სახაზინო ობლიგაციები, არის საერთაშორისო აქციები, სადაც ხედავთ, რომ დინამიკური და დაბალანსებული პორტფელი კიდევ უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი და ასევე სხვა მიმართულებებით, რომელიც ძალიან მცირე ადგილს იკავებს ამ ჭრილში, როგორც დაბალანსებული, ისე დინამიური ჭრილში. თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, მთელი რიგი სიტყვები, მათ შორის, რომელიც შეიძლება ბიზნეს და ეკონომიკური განათლების არ ქონდა და მის ასე პირდაპირ ნაცნობი არ იყოს, ისევე როგორც უფრო მეტად უნდა განმარტოთ ის თანხები, რომელიც არის აკუმულირებული საპენსიო ფონდში, სად არის, როდის შეგვეძლება მათი მიღება, როგორ ზრუნავს საპენსიო ფონდი იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს უსაფრთხოდ, არა მხოლოდ უსაფრთხოდ, არამედ მომგებიანად განთავსებული. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ანა ნაჭყებია მინდა მოვიწვიო სტუდიაში საქართველოს საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი. ანა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში, მაესტროში მობრძანებისათვის და მოკლედ საინტერესო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ, რომელზეც ჩვენ ვისაუბრია სხვადასხვა ეთერის საშუალებით, თუმცა დღეს აქ ბიზნეს ინსაიდერში მაესტროზე პირველად ბრძანდებით თქვენ სტუმრად და ასეთი მნიშვნელოვანი თემით. სტატისტიკაზე დავიწყე საუბარი შესავალ ნაწილში და თუ
თუ შეიძლება რომ სწორედ უახლესი სტატისტიკური მაჩვენებლებით ვისაუბროთ, ეხლა ჩემი მიმოხილვა რაც იყო, ეს იყო ესეთი ზოგადი ნაწილი და გადაცემამდეც გეუბნებით, რომ თქვენ უნდა გაშალოთ ეხლა თითოეული ეს თემა. თუ შეიძლება თქვენგან მოვისმენთ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო მიმოხილვა გააკეთეთ დასაწყისში. როგორც აღნიშნეთ, ჩვენი დინამიკა, ჩვენი პორტფელების დინამიკა საკმაოდ პოზიტიური იყო 2025 წელს და ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც შენარჩუნდა. 2026 წლის იანვრის ბოლოს მდგომარეობით ჩვენი აქტივების ჯამურმა მოცულობამ 8.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ამ 8.5 მილიარდ შორის არის 2.2 მილიარდი ის მოგება, რომელიც რაც საპენსიო სქემა გაეშვა 2019 წელს, 2019 წლიდან 2026 წლამდე ჩვენ დავაგენერირეთ. 2.2 მილიარდი უკვე ეს არის მოგება კონკრეტული, რომელიც ფონდს აქვს. კი, ფონდს აქვს და ეს არის პროპორციულად გადანაწილებული ყველა მონაწილეზე, რომელიც ამ სქემის ნაწილია და ჩვენ გვყავს დაახლოებით 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სქემის ნაწილი ხდება ავტომატურად, როდესაც იწყებს მუშაობას. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ციფრები, შთამბეჭდავია, რაც კიდევ ერთხელ ჩემთვის სანდოობა არასოდეს არ ყოფილა კითხვის ნიშნის გვერდს, პირველი დღიდან ზუსტად ვიცოდი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი და კიდევ უფრო ვწუნდა, როდესაც ამ ციფრებზე მეუბნებით, ახლა მოგების ამ მაჩვენებელზე მეუბნებით, თუმცა სწორედ კითხვა ჩდება ჩვენ ნაწილობრივ ვაჩვენეთ ჩვენს დიაგრამაზეც, პლაზმაზეც ეს ნაწილი, მაგრამ კითხვა ჩდება, რომ როგორია განაწილება სწორედ პორტფელის, რატომ და როგორ არის განაწილებული ჩვენი პორტფელი. ჩვენ როგორც აღნიშნეთ, სამი განსხვავებული ტიპის პორტფელს ვმართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დაბალანსებული პორტფელი და დინამიკური პორტფელი. აი ეს რომ განვარტოთ ახლა რატო, რომელი რა არის ზუსტად? ეს პორტფელები პირველად შეიქმნა 2023 წლის აგვისტოში. ეს ორი ახალი პორტფელი, პირველი 5 წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა მხოლოდ კონსერვატიული პორტფელი და ყველა მონაწილე ავტომატურად იყო კონსერვატიულ პორტფელში განაწილებული. მთავარი სხვაობა გვაძლევს კანონი, რომელიც განსაზღვრავს იმ მანდატს, რომლის მიხედვითაც უნდა ვმართოთ ეს პორტფელები განსხვავებული პროპორციებით. და მთავარი სხვაობა არის, სად შეგვიძლია ეს ფული დავაბანდოთ. კონსერვატიული პორტფელი არის პორტფელი, რომელიც ძირითადად არის კონცენტრირებული საქართველოში. აქ აქტივების თითქმის 80% არის საქართველოში ინვესტირებული და ლიმიტირებულია უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების მოცულობა 20%-ით. ეს ნაწილი ვნახეთ კიდე, ხო, ზუსტად საქართველოში იყო. გრაფიკსაც კარგად აჩვენებს, რომ კონსერვატიული პორტფელის 20% არის ინვესტირებული საზღვარგარეთ. და თვითონ კანონმა განსაზღვრა, რომ ამ ორ ახალ პორტფელში, დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელში მეტი საშუალება გვაქვს უცხოური ინვესტიციები გავაკეთოთ და აქ ეს ლიმიტი შედარებით მაღალი არის და შესაბამისად მაგალითად დაბალანსებულ პორტფელში დაახლოებით 35% არის ინვესტირებული საერთაშორისო აქციებში და ეს მაჩვენებელი დინამიკურ პორტფელში ყველაზე მაღალია და დაახლოებით 55-57%-ის ფარგლებში მერყეობს. და ეს ყველაფერი იწვევს შესაბამისად გავლენას ახდენს ამ პორტფელების მომგებიანობაზე, ვინაიდან განსხვავებული არის რისკიანობის სტრუქტურაც. რო შევხედოთ, ეხლა მაგალითად აქციების ბაზარი არის შედარებით მერყევი და მისი მერყეობაც მეტი არის, რაც გაეშვა ეს ფონდი აქედან მოყოლებული, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელი, სადაც მსგავსი მერყევი აქტივების წილი შედარებით დაბალია, უფრო სტაბილური ზრდის გზას აჩვენებს. კი ბატონო. აქციებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში, საქართველოს ობლიგაციებს ცოტა მერე მოუბრუნდეთ კიდევ დამატებით. თუმცა აქციების შემთხვევაში, როცა ლაპარაკია საერთაშორისო აქციებში ინვესტირებაზე, რა გადაწყვეტილების, ანუ რა გადაწყვეტილების დროს უფრო ზუსტად ვთქვათ, რა კრიტერიუმებით ხდება, რა კრიტერიუმებზე ხდება აქცენტის გაკეთება, რატომ პირობითად ამ კომპანიის ან ამ მიმართულების აქციებში და არა ვთქვათ სხვაგან სადმე. ჩვენ როგორც საპენსიო ფონდი ვართ გრძელვადიანი ინსტიტუციური ინვესტორი და განსხვავდებით ინდივიდუალური ადამიანებისგან, რომლებიც ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას აქციებზე, სწრაფად და ყიდულობენ. ჩვენი მიდგომა არის ბევრად გრძელვადიანი და ჩვენი საინვესტიციო ჰორიზონტიც, ანუ როგორ პერიოდზეც ვიგეგმებით, ეს არის ძალიან გრძელვადიანი. დაახლოებით ახლა ჩვენი მონაწილეების საშუალო ასაკი არის 38 წელი და კი იცით, რომ საპენსიო ასაკამდე დაახლოებით 20-25 წელი არის დარჩენილი, რაც გვაძლევს იმას, რომ ჩვენი
როდესაც ვიგეგმებით, აი ესეთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ჩვენ საინვესტიციო კომიტეტთან და საბჭოსთან ერთად ყოველწლიურად ვატარებთ სტრატეგიული განთავსების ოპერაციას, რომელიც გულისხმობს საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზის გაკეთებას სხვადასხვა აქტივის კლასებზე. აქ ვკითხულობთ და ვაკეთებთ მოდელებს, რა გვაქვს მოლოდინი გრძელვადიან პერიოდში ამ სხვადასხვა რეგიონის მიმართ და როდესაც აქციებზე დგება ანალიზი, ამ დროს ვუყურებთ როგორც ისტორიულ მონაცემებს, ანუ რა მომგებიანობა აჩვენეს ამ სხვადასხვა რეგიონმა ისტორიულად, ასევე ვიყურებით მომავალში და ჩვენ რა მოლოდინი გვაქვს მომავალთან დაკავშირებით. შემდეგ ვიყენებთ მოდელებს და აი ეს მოდელები გვაჩვენებს უფრო ზემოდან ქვემოთ როგორ უნდა გავანაწილოთ ჩვენი აქტივები და განისაზღვრება ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პორტფელი, რაც ნიშნავს, რომ როგორ უნდა განაწილდეს ეს აქტივები. ჩვენ შემთხვევაში აქციების მიმართულებით გვაქვს ესე განაწილება, რომ დაახლოებით 40% არის ინვესტირებული ამერიკის აქციების ბაზარში, დაახლოებით 20% ევროპაში, 20% განვითარებულ აზიაში, 20% განვითარებად ბაზრებში, თუმცა გვაქვს ცოტა ცვალებადობის უფლებაც და მაგალითად ლათინური ამერიკა, რომელიც აჩვენეთ, ეს არის უკვე საინვესტიციო სამსახურის აქტიური პოზიცია ამ რეგიონში და ყველაზე მომგებიანი იყო სხვათა შორის 2025 წელს. კი, თუმცა პროცენტულად მაინც დაბალი ნაწილია, ვინაიდან რისკიანობაც ალბათ შესაბამისად გათვლილი და შეფასებული ამ კუთხით. აი სწორედ საერთაშორისო ბაზრებზე როდესაც ვსაუბრობთ, მართლაც ნახეთ ამ შემთხვევაში, თქვათ, ამერიკის მიმართ ესეთი მაღალი მაჩვენებელი. საერთაშორისო ბაზრებიდან ამ კუთხით კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ რატომ ხდება ვთქვათ შერჩევა ამა თუ იმ ბაზრის და ვაკვირდებით თუ არა ტენდენციებს, ვინაიდან ჩვენ მათ შორის ამერიკის მიმართულებით საკმაოდ ძლიერი турბულენციაც ვნახეთ, არც თუ დიდი ხნის წინ, ერთი წლის წინანდელ პერიოდზე ვსაუბრობ. კი, ნამდვილად, ზოგადად აქციების ბაზარი турბულენტობით გამოირჩევა, ვინაიდან ყველანაირი სიახლე, ეს იქნება გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ კომპანიასთან დაკავშირებული სიახლე პირდაპირ გავლენას ახდენს აქციის ფასზე. თუმცა რო შევხედოთ ახლა რეგიონებს და ჩვენ ამ მსგავსი ტიპის ანალიზს ვაკეთებთ, ვანაწილებთ ასევე ვცდილობთ რომ გავანაწილოთ სექტორების მიხედვით. ამერიკა ბოლო 4 წელი არის წამყვანი აქციების ბაზარში და ზოგადად ზომითაც ყველაზე დიდია, ყველაზე ლიკვიდური არის. ამერიკა იზიდავს ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს, როგორც ვნახეთ მაგალითად ხელოვნური ინტელექტის კომპანიები, ეს ტოპ 10 კომპანია, რომელიც S&P 500-ში შედის, ყველანი ძირითადად არიან ამერიკაში კონცენტრირებული, მათი მომგებიანობა საკმაოდ მაღალი იყო 2025 წელსაც და 2023 წლიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა, რაც ასევე აისახა ჩვენს პირად მომგებიანობაზეც. ზოგადად გლობალური აქციების ბაზარმა 2025 წელს დაახლოებით 20%-იანი მოგება აჩვენა, რაც ყველაზე მომგებიანი აქტივის კლასი იყო ჩვენს სხვა აქტივებთან მიმართებით. კი ბატონო, სექტორები ახსენეთ, თუ სწორად გავიგე ეს ნაწილი და სექტორების და მიმართულებით სექტორებს ვაკვირდებით, ხო? აი აქ შეგიძლია თქვათ, რომ აი რომელი სექტორები გარდა იმისა, რაც ვახსენეთ, ინოვაციების გარდა, რომელი სექტორებია კიდევ სადაც ხედავთ, რომ ისე სტაბილურად მაღალია შედარებით მომგებიანობა. ჩვენ ვინაიდან აი ძალიან დივერსიფიცირებული აქციების ბაზარი გვაქვს. შეუძლებელი აქ გეოგრაფიულ არეალში ჩანს დივერსიფიცირება. ძალიან დივერსიფიცირებული გვაქვს, დაახლოებით 9000 კომპანია გვაქვს და ეს სექტორული დომინაცია განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. მაგალითად, თუ ამერიკა არის უფრო ტექნოლოგიებზე დამოკიდებული რეგიონი, ევროპაში სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს, აქ უფრო ესეთი ძველებური ტრადიციული სექტორები, ეს არის საბანკო სექტორი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ეს არის ის სექტორები, რომელიც ევროპაში არის დომინაციაში. აზია განსხვავებული სექტორულ სურათს აჩვენებს, განსხვავებული არის განვითარებადი ბაზრებიც და ასევე ლათინური ამერიკა და ის რომ ასე ვართ დივერსიფიცირებული, გვაძლევს საშუალებას, რომ თითქმის ყველა სექტორზე განსხვავებულად სადაც ძლიერი მხარე არის, იქ ვიყოთ წარმოდგენილი და იქ გქონდეს ინვესტიცია გაკეთებული. კი ბატონო, ახლა რომ გისმენთ ასევე ახსენდება ხოლმე ჩვენთვის საბანკო სექტორის მიერ ახალისადლებლობის მოცემა, რომ ჩვენთან შეგვიძლია ინვესტორები ვიყოთ ადამიანებიც კი და საინტერესო აქ თქვენი მოსმენაც რომ ბევრი ახლა თქვენ რომ მოგესმენთ რაღაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარ ინდივიდუალურ ნაწილშიც, ვინაიდან როგორც ფონდი აკეთებს გადაწყვეტილებას, ესეც ესეთი მიმბაძველი ნაწილია და კარგია ამ ჭრილშიც.
ვიდრე გადავიდოდე გარკვეულ შემთხვევაში ჩვენ ბევრჯერ ვახსენეთ 2025 წელი, ვიდრე 25 წლის უფრო დეტალურ შეჯამებას გთხოვდეთ, მანამდე აუცილებლად მინდა გკითხოთ საქართველოს რეალობას ამ კუთხით. საქართველოში სად გვაქვს თანხები განთავსებული, ასევე არის ხოლმე ესეთი კითხვა კონკრეტული. საქართველოს არის ჩვენი ყველაზე დიდი ბაზარი, გასაკვირი არ არის, ვინაიდან კონსერვატიული პორტფელი, რომელშიც ჩვენი აქტივების დაახლოებით 99%-ია, არის კონსერვატიულ პორტფელში ძალიან დიდია კონცენტრაცია საქართველოზე. საქართველოში მოგეხსენებათ ფინანსური სექტორი, საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის განვითარებული, თუმცა სხვა ფინანსური ინსტრუმენტები არც ისე ხელმისაწვდომი არის. შესაბამისად, ჩვენი აქტივების სტრუქტურაც საქართველოს საფინანსო ბაზარს იზიდავს საფინანსო ბაზარი, ხო? კი, ანუ ჩვენი აქტივების ძირითადი ნაწილი დაახლოებით 60% არის საბანკო სექტორში, დეპოზიტებში ინვესტირებული, შედარებით გრძელვადიან დეპოზიტებში, სადაც მომგებიანობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით 15% გვაქვს აქტივების ინვესტირებული სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებში, ვინაიდან აქაც ყოველკვირეულად ხდება აუქციონების გამართვა და ერთ-ერთი ლიკვიდური აქტივის კლასი არის, როგორც ბანკებისთვის, ისე ჩვენთვის და საკმაოდ მომგებიანი აქტივის კლასია. დანარჩენი ნაწილი გვაქვს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ეს 2024-25 წლებში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის წარმომადგენლების ობლიგაციები, რომელიც ჩვენი ზომასთან მიმართებით არც ისე დიდია, დაახლოებით 2% არის ინვესტირებული, თუმცა მაინც უწყობს ხელს ჩვენი აქტივების დივერსიფიკაციას და ჩვენს წვდომას რეალურ ეკონომიკას. ყველგან დივერსიფიკაცია ამ კუთხით ისეთი. ჩვენ იმდენად დიდი აქტივები გვაქვს, რომ დივერსიფიკაცია არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება ნებისმიერი რისკის წინააღმდეგ. მესმის აბსოლუტურად მართლაც სტამბეჭ დავირავ და იმატებს რას თავარია და სწორედ ამიტომ მინდა გკითხოთ ახლა 25 წლის მაჩვენებები კრეფსითად როგორ შეაჯამებდით 25 წელს ამ კუთხით თავისი турბულენციით 2025 წელი იყო ამ ფონდების გაშვებიდან ერთ-ერთი საუკეთესო წელი აქციები როგორც აღნიშნე იყო ყველაზე მომგებიანი აქტივის კლასი თუმცა სხვა აქტივებმაც საკმაოდ მაღალი მომგებიანობა აჩვენა თუმცა იმის გამო რომ მაგალითად დინამიკურ პორტფელში აქციებში იყო მეტი წილი განაწილებული დინამიკურმა პორტფელმა აჯობა დანარჩენ ორ პორტფელს. დაახლოებით 15.2%-ის მოგება აჩვენა დინამიკურმა პორტფელმა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11% იყო კონსერვატიული პორტფელისთვის, თუმცა არც ეს არ არის ცუდი. ერთადერთი თქვენც აჩვენეთ ჩარტზე, ანუ მთავარი სხვაობა არის აი ამ სამ პორტფელში, როგორც აღნიშნე აქტივების განაწილება, თუმცა ასევე მერყეობა. მაგალითად 2025 წელი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიურად დავამთავრეთ, წლის შუაში გვქონდა ბევრი ეპიზოდი, როდესაც ვნახეთ აქციების ფასების მნიშვნელოვანი კლება და დინამიკურ პორტფელს ყველაზე მეტად შეეხო ეს კლება, ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების პოლიტიკა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ბევრი გეოპოლიტიკური მოვლენა და ეკონომიკური სიახლეები პირდაპირ აისახებოდა აქციების ფასებზე და ხშირად ვხედავდით, რომ რაღაც მომენტში დინამიკური და კონსერვატიული პორტფელი გაუტოლდა ერთმანეთს მომგებიანობით, თუმცა წლის ბოლო მაინც დინამიკურმა პორტფელმა დაამთავრა ყველაზე მაღალი მომგებიანობით. კი ბატონო და კარგია რომ ამ კუთხით ესეთი სწორი გათვლა იყო. ეხლა აუცილებლად მინდა გკითხოთ აქვე 2026 წლის დასაწყისი, ნუ ჯერ ეხლა ჩვენ საუბრობთ ერთ ჩახურულ თვეზე და ნუ მეორე თვეც ეს არის დავხურეთ ფაქტიურად. და გეგმებზე ცხადია როგორია ხედვა 2026-ში რას უყურებთ ეს შეიძლება ყველაფერი არ გაგვიხილოთ მაგრამ რაც შეგიძლიათ რომ გითხრათ ჩვენთვის 2026 წელიც საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო. ქონდა დინამიკური პორტფელი წელსაც ინარჩუნებს, აი ამ ორი თვის მონაცემებითაც ინარჩუნებს ლიდერობას და ამას აქციების ბაზარი უწყობს პირველ რიგში ხელს. აქციების ბაზარზე ზოგადად ბევრი საუბარი იყო, რომ რამდენად იყო ეს ხელოვნური ინტელექტის კომპანიების ფასები ადეკვატური, ხო არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ კრიზისს ამერიკაში, ევროპაში. თუმცა ამ ეტაპზე მოლოდინები ზოგადად ფინანსურ ბაზრებზე გაუმჯობესებული არის, ეს შიში რეცესიის აღარ არის და მოლოდინი აქციების ბაზრების მიმართ საკმაოდ სტაბილური და პოზიტიურია, თუმცა არ გამორიცხავს ეს ვოლატილობას წლის განმავლობაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ ხოლმე. რაც შეეხება საქართველოში, ჩვენ საკმაოდ მაღალი ტემპით ვიზრდებით, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ აქტივობასთან. მაგალითად 2025 წელს ჩვენ მხოლოდ 2025 წელს ერთის მხრივ 800 მილიონი
მილიონი ლარის მოგება დავწერეთ, თუმცა მეორე მხრივ დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარის კონტრიბუციები მივიღეთ მონაწილეებისგან. ეს რიცხვი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი წინა წლის მონაცემთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ჩვენთან კონტრიბუციებს აკეთებდნენ, ან მათი ხელფასი გაიზარდა და ხელფასების ზრდის მიმართულებითაც პოზიტიური ტენდენცია ჰქონდა, ან თვითონ რაოდენობა გაიზარდა იმ კომპანიების, რომლებიც ჩვენი სქემის წევრი გახდნენ და ეს ამან პირდაპირ გავლენა იქონია ჩვენი აქტივების მოცულობაზე. 2026 წელსაც თქვენც აღნიშნეთ, მაგალითად EBRD-ის მოლოდინები ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, ზოგადად მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური გვაქვს და ჩვენ კონტრიბუციების ჭრილში ცველოდებით, რომ კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი წელი გვექნება, რაც ნიშნავს, რომ უნდა გავაქტიურდეთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტირების მიმართულებით და აქაც მუშაობთ ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებთან, როგორც ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ადგილობრივ წარმომადგენლებთან და მუშაობთ დივერსიფიკაციის პროდუქტებზე, რათა შევძლოთ კიდევ უფრო საინტერესო, უსაფრთხო აქტივებში ინვესტირება განვახორციელოთ. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ალბათ ჩვენი მაყურებელი გველოდება, როდის დავსვა უკითხოს, რომელიც შეეხება კონკრეტულად დანაზოგების გაცემის პროცედურას, როდის შეგვიძლია მივიღოთ საპენსიო თანხები, ხო? ბევრ შემთხვევაში ხდება ჩვენი მეგობრებიც აქ სტუდიაში მყოფებიც ხშირად სვავენ კითხვას, რომ მე რომ თანხას ვხედავ ჩემს ონლაინ ბანკინგში პირობითად, აი, რატო არ შემიძლია რომ ამ თანხით ახლა ვისარგებლო, როდის უნდა ვისარგებლო, როგორ და ერთიანად შემიძლია თუ არა ეს თანხა მივიღო. ჩვენი სქემა არის სავალდებულო საპენსიო სქემა და ბევრს ერევა ხოლმე ჩვეულებრივი პენსიისგან, რომელსაც სახელმწიფო იხდის ხოლმე. დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ ეს სქემა სამი პილარისგან შედგება. პირველი პილარი არის ეს, რომელსაც მთავრობა იხდის და უხდის ყველა ადამიანს, ვინც საპენსიო ასაკს მიაღწია და ჩვენი არის დაგროვებითი სავალდებულო სქემა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მონაწილეს ყოველთვიურად ჩვენთან შემოაქვს 2%, რომელსაც ემატება 2% დამსაქმებლისგან და გარკვეულ შემთხვევებში 2% სახელმწიფოსგან. ანუ ჯამში დაახლოებით 6%. ეს თანხები ჩვენთან ინახება საპენსიო ასაკამდე, ანუ ყველა მონაწილისთვის თავარი მოცემულობა რა შემთხვევაში შეძლებენ ამ თანხებით ისარგებლოს, ეს არის საპენსიო ასაკის მიღწევა. თუმცა არსებობს გამონაკლისები, ეს არის ორი გამონაკლისი. ერთი არის თუ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს სიტყვი მიდიხარ ქვეყნიდან და აღარ ხარ საქართველოს მოქალაქე, ამ შემთხვევაში შეგიძლია რომ გაიტანო ეს თანხა და მეორე არის თუ შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსს მიიღებ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია გატანა. დანარჩენ შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში 60 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში 65 წლის ასაკში შეუძლიათ მოვიდნენ საპენსიო ფონდში და ისარგებლონ ამ დაზოგელი თანხით. აქაც ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული, თუ ეხლა ამ ეტაპზე დაახლოებით 90.000 ლარი გაქვს დაზოგელი, ანუ მიაღწია საპენსიო ასაკს და დაზოგელი თანხა არის 90.000 ლარზე ნაკლები. მაგ შემთხვევაში შეგიძლია რომ ერთიანი გატანით გაიტანო ეს თანხა პირდაპირ. ნუ არაფერი სხვა არ გჭირდება, უბრალოდ ერთიანად შეგიძლია ეს თანხა გაიტანო 90.000 ლარი. თუ 90.000 ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში შემოდის გატანის სქემა, რაც გულისხმობს, რომ სტატისტიკური მოდელის გათვალისწინებით გამოითვლება ის პერიოდი და ის თვეების რაოდენობა, რაც მოსალოდნელია, რომ თქვენ ეს პენსია დაგჭირდებათ, ანუ სიცოცხლიანობის მოსალოდნელი პერიოდი არის და ამის მიხედვით დაითვლება ყოველთვიური პენსია, რომელიც დაგენიშნებათ აი ამ ჯამური თანხიდან. ეს დაემატება პილარ 1-ის პენსიას და ჯამში საკმაოდ ადეკვატური პენსიის აღების საშუალება გექნება და სწორედ ეს იყო ზოგადად ამ რეფორმის მიზანი, რომ საპენსიო ასაკში გავაუმჯობესოთ ადამიანების ყოველდღიურობა. კი ბატონო და ნუ მართლაც საკმაოდ ისეთი სოლიდური თანხა გამოდის დაგროვებიდან გამომდინარე, ცხადია მასშტაბიდან გამომდინარე და გარდა ამისა კიდევ ერთხელ არჩევანის საშუალებაც არის. ანუ ხო 90.000-მდე შემიძლია რომ დავტოვო ეს თანხა პირობითად და გადამინაწილოთ, ან ერთიანად მოვითხო ხო ეს უკვე 90.000-მდე შეგიძლია გაიტანო. თუ 90.000 ლარი გაქვს, შეგიძლია გაიტანო, დანარჩენი კი გაგაქვს სქემის საშუალებით. კი ბატონო, ძალიან აქტიურად და ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ მედიასთან, ძალიან ღია ხართ მედიისთვის და გარდა იმისა, რომ ხშირად ხედავთ თქვენს ინტერვიუებს ჩვენთან თუ სხვაგან, ამავდროულად თქვენი მონაცემები საჯაროვდება, მოკლედ
პულსზე მოქალაქეებს გვიდევს ხელი, რამდენადაც თქვენ აკვირდებით ბაზრებს, ჩვენ თქვენ გაკვირდებით და ძალიან ადვილია თქვენზე დაკვირვება ამ მონაცემებიდან გამომდინარე, რომ ეს საკმაოდ ღიაა. თუმცა გარკვეული წლების წინა მე მახსოვს პირველი ნაბიჯები მართლაც მაშინ საჯარო სამსახურში ვიყავი, როდესაც ეს დისკუსია იყო და იყო ეჭვნარევი საკითხები, ეხა კუთხით, გასაგებია ქართველებს ახლო ისტორიული მახსოვრობა დანაზოგებთან დაკავშირებით არც თუ პოზიტიური იყო, პირიქით ნეგატიური იყო და ძალიან ისეთი ძნელი იყო და მესმის ამ კუთხით, რომ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ცხადია ასაკსაც გააჩნდა, ვთქვათ, რა ასაკის ადამიანი იღებდა ამ გადაწყვეტილებას. თუმცა ეტაპ-ეტაპ ჩემი დაკვირვებით, ოღონდ ეს ჩემი დაკვირვება მხოლოდ გარეგან დაკვირვებას ეფუძნება, შეიცვალა ეს მიდგომა და სულ უფრო ნაკლები სვამს კითხვას სანდოობასთან დაკავშირებით. უფრო ფული რომ ეჩქარება იმ ნაწილში ისმის მეტი კითხვა, რომ შემიძლია თუ არა ახლავე ავიღო, ეს ქართული ამბავი ერთად უნდა ავიღოთ და ერთად დავხარჯოთ. მაგრამ ეს სანდოობის კუთხით ეხა ეს ჩემი დაკვირვება სწორია რომ იზრდება ეს სანდოობის ნაწილი, თქვენი შეხედულება როგორია და თქვენი სტატისტიკა როგორია ამასთან დაკავშირებით, თუ აი რა ტენდენცია გვაქვს? ჩვენთვის ზოგადად ამ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, თუმცა როგორც ხედავთ, ანუ ჩვენი სპეციფიკა საკმაოდ რთული არის ზოგისთვის გასაგებად, ბევრს ნდობა არ აქვს და ყველაზე კარგი მაჩვენებელი მე, რასაც ვფიქრობ, რომელიც აჩვენებს ან სანდეობას და რომელმაც შეიძლება ეს სანდეობა გაზარდოს, არის იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ნამდვილად ისარგებლა და დასაწყისში ახსენეთ 27,000 ადამიანი. 27,000 ადამიანი მოვიდა ჩვენთან და თავისი დაგროვილი პენსია გაიტანა და ისარგებლა. ამ ადამიანების რაოდენობა, რაც წლები გავა, კიდევ უფრო გაიზრდება. ვინაიდან გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საპენსიო ასაკს მიაღწევს და ფაქტების განსაზღვრავს სანდოობას. ზუსტად ეგრე ვხედავ, გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ამ ინფორმაციის უკეთ მიწოდებაზე, რა თქმა უნდა, მეორე არის, როდესაც გავიგებთ მეზობლებისგან, მეგობრებისგან, რომ ვისარგებლე და გავიტანე ეს ჩემი დაგროვილი პენსია. კი ბატონო, და ცნობიერების კუთხითაც მიდის მუშაობა ამ კუთხით, რომ საზოგადოებაში იყოს მეტი ცნობიერება. კი, ვცდილობთ ჩვენს მაქსიმუმს. კი ბატონო, თქვენი ეთერებიც ამაზე მეტყველებს. ანა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის, თქვენთან საუბარი სასიამოვნო, დეტალურ განმარტებას ვიგებთ ამ ნაწილზე და მიუხედავად იმისა, ადამიანი ეკონომისტია, ფინანსისტია თუ სტომატოლოგი პირობითად ვამბობ, ამ შემთხვევაში ყველა პროფესიის ადამიანი ძალიან სწორად და ადეკვატურად გაიგებს საპენსიო ფონდის საქმიანობას. წარმატებას გისურვებთ, ვინაიდან ეს თანხები ახლაც ხმარდება ეკონომიკის განვითარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ახსენეთ და პორტფელის სიდიდე ამ კუთხით გამორჩეულია. ქვეყანა ისევ ეკონომიკის განვითარებას ხმარდება და მომავალშიც ეს თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და აუცილებლად ვიზრუნებთ იმ ნაწილზე, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით ყოველი ახალი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე ვისაუბროთ ამ თემაზე ჩვენ ბიზნეს ინსაიდერის ეთერში. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის სხვა სიახლეებს და ყველა აქტუალურ სიახლეებს თქვენ ტრადიციულად გაეცნობით ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს ინსაიდერ.ში. მე კი გემშვიდობებით შემდგომ გადაცემამდე. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გვისმენთ.